მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის პასიენტი და რა გამახსენდა. ესე იგი, ზუსტად ახლა მოგვიწია რატომღაც გახსენება ერთ ადამიანთან და ეს ხალხი და კიდე გავცე პასუხი და ვერ დავასრულებ ვერასდროს რომ გავჩუნდე და რას გულისხმობ. აი მე რას ბჟოტიალობ ქალბატონო და აი მე რას ებოდიალობს და დედა აფირისტები არიან და ესე სხვებზე ახლა ანუ ვიღაცაზე მეც რამდენჯერმე დამიპოსტენ ესე შემოარნილ მალქაჯებმა ესე რა ქვია გვერდზე და რაღაცა და აი ჩემს თავზე დადებული დიაგნოსტიკა რომელიც გავაკეთე და პირდაპირ დავდევი და თქვენ წარმოიდგინეთ პირდაპირ ვარ აი პირდაპირ აი ფორმა ჩემი და პრობლემაზე აღწერილი რომელიც განვათავსე და ზუსტად 1-2 თვეში იგივე პრობლემები ჩემთან წამოვიდა და აი როგორ არის იცით პირდაპირ რო შემიძლია თქვენ წარმოიდგინეთ საბუთითაც აი საბუთები დოკუმენტებით რო დავამტკიცო რაც იქ საუბრობ აი ზუსტად ისეთნაირად გამოვიდა შემდეგ ამის პირდაპირ ჯანმრთელობაზე ყოლაპარაკი და ზუსტად მაქვს ექიმის ესე იგი მაგრამ დროები ახლა არ იფიქროთ ისეთნაირად რომ ვითომ ერთ დროში ემთხვევა არა ჯერ დაიდო დიაგნოზი ეს ყველაფერი ესე იგი რა ქვია მაგას დიაგნოსტიკა და შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი და ზუსტად ამის როგორ არის იცი აი გამოძერწვა შეუძლებელი არის ფიზიკურად ვერ გამოძერწა ზუსტად ჩემი ფიგურა ყველაფერი იქ არის ესე რომ ვთქვათ გამოსახული და ვიღაცა რომ დაგიპოსტავს ზედ რომ იგი რას ბჟოტიალობ გააკეთა ვიღაცებმა და აი ამ დროს უკვე როგორ არის ახლა უხეშად რომ მოგმართოთ კიდე მე გამოვალ ხო რაღაცა და არა და ღირსები ხართ ესეთი ხალხი ხო იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა თვალები დაიბრმავო, მაგრამ ესე ძალიანად არა სიტყვაზე. რა არის ბჟუტიალი, როდესაც საკუთარ თავზე დიაგნოზი, რომელიც შემიძლია შემდეგ, რამდენიმე თვის შემდეგ და მაშინ მე მგონი დაახლოებით აპრილი თუ მაისში დავდე და ივლისში ეს ყველაფერი, რომ საბუთებრივად, აი ექიმის დადასტურებით, ხელმოწერით ყველაფერი რომ ერთ-ერთში დაემთხვა და მართლა მოწმენდა ხალხიც არიან იმის რომ მართლა ესე იყო ეს ყველაფერი. ამის მერე უკვე კიდე თუ რაღაცა სიტყვის კრიტიკეთ რა არის. მე კი არ ბჟუტიალობთ. თქვენ გაქვთ ძალიან ღრმად და ესედაც არ შეიძლება და გარეთ ეცებთ. ეგეთ არ მინდოდა ესე თქვა, მაგრამ აი უნდა ამდილაუთენი ახლა ეს რა ქვია ადრიანად ხომ და მე მასკნა ვიღაცა. გავამხიარულო. ნახოთ ახლა რა ხდება. გვერდზე შეგიძლიათ მომწეროთ თუ ვერ მიაგნებთ ან ტაროს კუთხოს გვერდზე არ გამიზიარებია, გავაზიარება აუცილებლად ის რო გითხარი ჯგუფის. რა ვიცი თუ არ შეიკრიბა ხალხი ახლა და თუ არ მოგროდა, მაგრამ პრინციპში მეც რო გავააქტიურებ თანდათან მე დაგვემატებიან, ხო? და შეგიძლიათ თუ გაინტერესებთ ასევე შესწავლა ჩემო კარგებო შესწავლა მედანო სექტემბრიდან
ვისაც აინტერესებს ტარო და რუნები. და რა თქმა უნდა იქნება პრაქტიკები. იცით რა არის? მე შეურაცხყოფას და იმას კი არავის ვაყენებ. ძალიან ბევრი წესიც გამოჩნდა შესწავლაზე დებენ თავს და რამდენიმე ვარიანტით დავინტერესდი. როგორ ასწავლია თქმა რა მე იმათს რო გადავიდე იმათ სტილზე როგორ არის იცი ან რამე გავითვალისწინო საერთოდ ვერ დავინახავ თქო ესე ვფიქრო აი როგორ არის იცით რამდენიმე ადამიანის ის იმას გენია როგორ ასწავლის დაუშვათ და რამდენად რეალური ან ვერ იმას გენი ესე დავრჩი და მე რომ მოდიხართ ჩემთან და მეუბნებით რომ ნინო ვერავინ ვერ ხედავს იცი რა ბევრი შლის მართალია მაგრამ ვერ ხედავენ მომავალს ვერ ხედავენ იმას ვერ ამბობენ იმიტომ ვერ ამბობენ იმარა ასეთის ეხლა ვიცი ნათქვამი რო არ სრულდება ან რაღაცა რო არ სრულდება რა უნდა გასწავლოს ჩემამდე არ მოდის რა უნდა რომელი მსახიობია საკითხით რომ მიხედება და ხელებს რომ იმაშუვა ესა მოძრაობს ესეთი მჭირს ნახოთ ახლა თქვენთან შეგიძლიათ უკვე დაჯავშნოთ ადგილები კი ჩემთვისაც სამოტივაციო იქნება ხო რა გაგიგეთოთ კარგად გემრიელად დავარცხნილი აქ რა შეეხება აი ვინ მოგლიჯინობს თქვენთან მოდის ვიღაცა პირადი გაინტერესებთ აი რა კაი შენაძენი გაქვთ თუ რაღაც ისეთი დედა ოჯახში რა არის რა გჭირთ თვალი გაწმინდეთ სახლი გენაცვალი გაწმინდეთ ესე რომ გეუბნებით დაინტერესდებით 1-2 და რაღაცა იმას მე მირბიხართ კიდე სხვებთან ჩემი გაშლებით მე არ ვიცი სხვა მე თქვენ რას გაგიკეთებთ რას იმაშობთ აქ მე რაც დამფიქსირდა სახლში არის ცოტა რატო არის ეს რა ხდება სახლში მანახება რა ხდება სახლში მე თქვენი მარტოობა დასრულდა აქ ვიღაცა მოდის სახლში ეს არის ადამიანი რომელსაც ან დაემშვიდობეთ ან დაგემშვიდობათ რაღაცა ესეთი თემა კარგად იყავით თემა რომ ფრთხილად იყავით ფრთხილად ეს წელიწადს რო იცახოდი რომ იყო შარშანწი მგონია ხო მედია მე არ მომადგება ვინმე და ჩემზე არ იქნება ეს გაშლა ხო ახლა თქმა უნდა მოხდა ესეთი რაღაცაც ვიძახე აი მოდიან თქვენთან მოდიან და მომადგა მეგარებს ბიჭოს ზეგი ადამიანმა რა დონიშის უნდა იყო აი რა დეგენერატი მოდი ასე ვიტყოდი ახლა ეს გაშლებს რო წემ გაშლებს მიიღო საკუთარ თავზე ესე ამდენი გაშლები და ეგენი მიიღო საკუთარ თავზე და მივდივარ და თან ისე ვამბობდი რომ დალაგდება ურთიერთობა და ადგა და მომადგა მე და დავახვედრა პოლიცია რა თქმა უნდა ხო ამიტომ ესეთი ტვინგაღუნული თუ ვინმე მისმენთ ისევ ჩემზე არ არის ეს გაშლა ხალხო მე თუ რამე მინდა აქედან არ დაგიწყებ თქვენ ბაიჭ პირდაპირ დაგელაპარაკებთ საერთოდ არ მიტყდება თუ მომეწონება ბიჭი პირდაპირ ვეტყვი აი ამისთვის მინდიხარ თქო გასაგები არის მართლა გეუბნებით ხო ადრე მქონდა ეგ კომპლექსები რა ვიცი რაც გინდათ ის და არ გვიდა მქონდა და მოწონება კი არა მე ხო დღეს ჩემ თავზე მაქვს სული კი აქცები ალბათ საჭიროა ნახეთ როგორ პოზიციაზე ვიყავი რომ გავიგებდი ვინმეს მოვწონდი დავკრუგავდი დავერტყამდი ქუსლებს იმ ტერიტორიაზე თეთრ ყავს ნახავდით მე ვინ ნახავდა კაცო
ხო და მე მომეწონა რას ლაპარაკობ მაგის აღიარება და შემჩნევა და მით უმეტეს გაპრანჭვა ეს იყო რავი წარმოუდგენელი კი არა სისულე თვალით არ დავენახვებოდი აი რომ მომეწონა იმიტომ არ დავენახვებოდი თვალით ადამიანს გაიგეთ ხო ესეთი რაღაცები მჭირდა მაგრამ ეხლა არა ახლა პირდაპირ ვეტყვი შენთანო რა სიმღერა არის ის მინდა ეს მინდა ესე მინდა ესე მინდა თუ რაც მინდა თუ არ მინდა ასე რომ აქ კარგად ამუშავეთ ფილტრები ვინც მისმენთ ეს ადამიანი ყოველ შემთხვევაში მოდის ახლა თქვენთან შევეშვათ ჩემს ლაპარაკს ხო გადავყევ უკვე არ მიწყინოთ იმიტომ რომ ესეც საჭირო არის როდესაც ასეთი პრობლემის წინაშე დადგები რა გავაკეთო ახლა უნდა გავაკეთო აქცენტი და უნდა უთხრა რომ არ არის ჩემზე ეს გაშლა იმდენად დაუკომპლექსდი ხო ხედავთ გავაგზ ვეღარ ვასრულებ რა თქმა უნდა გავგიჟდები გადავირევებ რა იქნება მაგრამ ხალხთან ისა მაგ კონსულტაცია იმაშვები გაშლებს ვაწარმოებ რაღაც საჯაროზე იგი და აგერ ვიღაცა დებილი მოგადგება შენ და იცი რა შენ ტაროში ესე თქვი და უკვე მის მერე როგორ არის იცი ძალიან შევიკავე თავი და ახლა რო ვამბობ ამდენი დრო დამჭირდა კიდევ ასახსნელად და ამიტომ ყოველ შემთხვევაში აქ ცით რა არის აშკარად დასრულებული ანუ სიამოვნო მდგომარეობა თქვენთან შეიძლება არ ელოდებით ამ ადამიანის დაბრუნებას ხო რაღაც დაასრულეთ თითქოს ერთ რაღაცას გეტყვით ჩემს გარეშე ჩემს თავს ჩემს ცხოვრებას არ გულისხმობ ამას ვამბობ ზოგჯერ აი ეს ნახეთ დავასრულეს თემა შინაგანად მზაობა როცა გაქვს აი დავასრულე პირიქით მოქმედებს ძალიან კარგად რომ იცოდეთ ხშირად ადამიანებს გოგონებს მე თქვენ რო გაუნებით მოდი ასე მოიქეცით შეცვალეთ ვერ მიდიხართ მაგამდე ვერ აკეთებთ მე უკვე რომ ძალიან გადაგივათ თავზე და არ დალაგდა ეს არ დალაგდა და ვერ მოახერხებთ ამას მე უკვე მიდიხარ ჩინაგანად მაგ მდგომარეობამდე და всё უკვე ამოთ დავასრული აღარ უნდა რაღაცა და მომენტალურად წკაპდა всё თითქოს გაიხსნა რაღაც შემოbrunდა ხო ის იგი რა ქვია გაჭედილი მდგომარეობა გაჭედილი მილი რო იყოს და უცებ დაიწყოს ხალმა ღრიალი და წავიდეს ხო აი ესეთნაირად შემოbrunდება საქმე თქვენს სასარგებლოდ გაიგეთ ამიტომ ეს არის ის მომენტი მე რომ მიდიხართ უკვე თავიდან და ბევრჯერ მithქვამს იცი რა არის მე მაგაშენ გეუბნები ამდენი ხანი და უკვე დაგეხარჯე 1 წელი დაგეხარ 2 წელი დაგეხარ 3 წლიანი ხარ 3 წელი დაგეხარჯა მაგრამ საქმე იმაშია რომ აი ძალიან მიყვარს ესეთები მართლა როგორ არის იცით ადამიანი რაღაცას ვერ ხედავდეს ანუ რო სწორად ეუბნები 3 წელიწადი ჩემთან არ გაჩერდება ხო ძალიან დიდი მადლობა მართლა ამისთვისაც და ესეც რაღაცას ნიშნავს უკვე ხო მაგრამ ვეუბნები აი შენ მე რასაც გეუბნებოდი ეხლა მიხვედი მაგ მდგომარეობამდე შინაგანად გაიგეთ ეხლა რაღაცნაირად და აი ეხლა რას გეუბნებოდი ეხლა მე რა მახსოვს რას ვეუბნებოდი 3 წლის წინ ხო კი მითხარი ასე აი ზუსტად ეხლა ხარ შენ მაგ პოზიციაზე გაიგეთ ასე რომ გაშლებს ვისთანაც ვაწარმოებ არ ნიშნავს რომ ეს არის ერთკვირიანი და ერთთვიანი შეიძლება ესე წლების შემდეგაც რამეს თუ დაგიფიქსირებთ კი ბატონო ის უნდა დაემახსოვროთ და გაკეთეთ ეს რა თქმა უნდა თქვენ მე გეუბნებით რჩევას როგორ უნდა შეიცვალოს ეს ყველაფერი ხო თუ ახლა რჩევას არ გაითვალისწინებთ მაშინ რა ვიცი რა გითხრათ იქ გაგახაროთ აქ პირდაპირ სხვადასხვა შეტყობინებაც არის ამ ადამიანიდან და ასე შემდეგ კარგი ახლა მოდიხარ გავიგე მაინც რატომ არის ამ ხალა ოჯახში ამის გარდა რა პრობლემა არის მანახე
პრობლემა არა, მე კაცის თვალი გაქვთ, თქვენ რა გავაკეთო, ეს არის კარმული ესა, სხვათა შორის შექცვალათ, ძალიან ბევრი ტყუილები, ძალიან ბევრი ინჯანდაბა არის, ემოციური ფონი აი ყოფილი თუ ბრუნდება ვინმესთან, ფრთხილად იყავით მაშინ. ისთანაც ჭუბი და უსიამოვნება შეგხვდათ, ხო? იმიტომ რომ რაღაც კიდე ფიქსირდება აქ. ხო, და ხასიათი სხვათა შორის შეგიცვალათ ამ ადამიანმა თქვენ ის აღარ ხართ, ვინც იყავთ. მისთვის ყოველ შემთხვევაში ახლა ზოგადად შეიძლება არა, მაგრამ მისთვის და რა გითხრათ, რით გაგახაროთ. ეხლა რა არის? კარგი. ეს კარმული პერიოდი თუ ქონდათ ან არის ხო? ნახეთ, ეხლა რა ხდება. როდესაც ადამიანთან იწყება პრობლემები, ყოველთვის ჯადო ხომ არ არის ხალხო. ყოველთვის არ არის. ზოგჯერ არის ეს კარმული და რას ნიშნავს? აი თქვენი რაღაც ცუდი ნამოქმედარი, რომელიც მერე ბრუნდება უკან და ეხლა ყველას მე ვიცი, ძალიან კარგად ვიცი. ყველას გსიამოვნებთ, დედა სასურველი ქალი ხართ, დედა რა კაი ქალი ხარ, ან რა კაი ბიჭი ხარ, თუნდაც ასეთი ხარ, ისეთი ხარ, არაფერი დაგიშავები, არავისთვის გიწყენებინებ, თუ როგორაც ნაწყენი არავინ ყავს და მოკლედ ესეთი რაღაც გამორჩეული, ყველას გსიამოვნებთ ეს ნათქვამი. ხო? მეტნაკლებად 100 არის, მაგრამ შეიძლება ვერცაცნობიერებთ, მაინც ისე უშვებთ აქ შეცდომებს. აი როგორ არის ამ შეცდომების ნიადაგზე, რომ ბინძურდება, არ ცდილობთ გამოასწოროთ, არ ცდილობთ რაღაც, ნახეთ, შეიძლება ვიღაცა ეკლესიურად ცდილობს, რას ნიშნავს ეკლესიური გამოსწორება? ეს მაინც უნდა ჩავრთო, იმიტომ რომ ბევრი ქრისტიანი მისმენთ აქ, ბევრი ეკლესიური. ეს არის ის აღსარება, ლოცვა, წირვა და ასე შემდეგ. და ზუსტად ის მარხვა მაგ დროს იწმინდება მარხვის დროს ხეული. თრგუნავ შენ იმ შენს ხასიათს, იმ შენ ცოდვილობას წმინდა ასევე საკვებით, ხო, ეს ნაყროვანება და ეს ცხოველური ცხიმები იწვევს ზუსტად იმ თვისებებს, ნახეთ, მარტო ეკლესიურობა არაფერს შეშერეს, ეს შეგიძლიათ ეზოთერიკაშიც გადმოიტანოთ. მე გეუბნებით, რა უნდა გააკეთოთ კი, ეს ცხოველური საკვები, ხორცის, ცხიმის, ყველაფერი იწვევს ისეთი უნარ ჩვევების გამომუშავებას, რაც შემდეგ აი ზუსტად ცოდვაში უკვე გადადის ადამიანს. რა არის ცოდვა? შეიძლება ზუსტად ეს ხშირი ვიღაცას დაუოკებელი პარტნიორები, სექსუალური ცხოვრება, ეს ხშირი, ხო, მე არ ვამკაცო ჯანსაღ ურთიერთობაზე და პარტნიორზე, მაგრამ რავი, ახლა ერთს რო ელაპარაკები და მეორესთან ხარ და კიდე მესამესკენ თვალი გრჩება და რა ვიცი, კიდე ვინმე ხო არ დამჩა, ეს რა ქვია? უპატივცემულო, ეს უკვე უფრო მამაკაცებს ხება. შეიძლება ქალებიც არის ეს. კიდე იქეთ იყურებით. ეს უკვე არ არის, ჩემო კარგებო, სასარგებლო არ არის, თორემ მე სავსებით მისმის 21 საუკუნეში რო ვცხოვრობთ. ხო, ისიც ვიცი, რომ ბავშვობაში მჯეროდა, რომ ეს ვარსკვლავებს მოვწყდი და ისე დამიჭირა დედიკომ კაბის კალთით, მაგრამ ეხლა ვიცი, რომ თლად ასეც არ არის. არა, მე შეიძლება კი ვიყო კიდე ვარსკვლავებს და უცხო პლანეტიდან რაღაციდან ვარსკვლავად ჩამოვარდნილი. მაგრამ მაინც ესე რო არ ხდება, ეს უკვე ვიცი, დიდი გოგო ვარ სამაგისტროდ, გაიგეთ? მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისთვის, ეს ყველაფერი არ მოქმედებს კარგად. ეხლა რა ხდება? იმ მარხვის პერიოდში, თუნდაც აღსარებაზე რომ მიდის ადამიანი რას ამბობს? რაღაცა ჩავიდინე, გაანალიზება ხდება საკუთარი თავის მაგ დროს, უნდა დაფიქრდე. უნდა წაიკითხო რა არის ეს ცოდვები, ხა ცოტა გადამეტებულად გიწერია, მაგრამ ესე იგი გამოდის რომ მაინც უნდა დაფიქრდე. ნახეთ, აი ეს ყველაფერი რომ გროვდება, მე გიხსნით ძალიან მარტივად, ვინც ესე აღსარებელი ქრისტიანი არ ხართ, იმათაც გაგიხსნით, მაგრამ შეგიძლიათ
წაიკითხოთ, რავი, ყველაზე მარტივი ეზოთერიკული წიგნები რაღაცები ძებნას ეხლა რა არის ცოდვა და რა არის ცუდი საქციელი ჯობია ეს ახსარების წიგნი მოძებნოთ და წაიკითხოთ, ან თუნდაც მას ქნათ, რა ქვია, მოძებნოთ Google-ში, ხო და გუგლოთ. და რა არის დავუშვათ ამ ცოდვებში რა შედის. აი საკუთარ თავის ანალიზს რო დაიწყებთ, მიხვდებით უკვე თქვენ კარმა რა დონეზე გაქვთ თუნდაც სამშობლო. შეხედე სად გადმოვიტანე ახლა ეს ყველაფერი, სად გავაკეთე სინთეზი. სხვათა შორის ყოველთვის მიმაჩნია მე პირადად, აი განათლებას როცა ეხება. აი ეს არის განათლება, როდესაც შენ შეგიძლია დავუშვათ დაალაგო, აი ეს შედარებები დააკეთო. ახლა ვიღაცა დავუშვათ აქ გვყავს ჩვენ ისტორიკოსი, ხელოვანი, მუსიკოსი, რაღაც თუ არა ხართ ესეთები, მაშინ უბრალოდ გეტყვით და მიხვდებით. აი წლების მიხედვით, მე-17 საუკუნეში რა ხდებოდა იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც კიდე აღარ ვიტყვი. ნახეთ ამის დალაგება, სინქრონიზაცია თქვენ რო შეგიძლიათ, ზოგადად შეიძლება იცით ისტორია და ყველაფერი მე-17 საუკუნეში რა ხდებოდა, სად რა ხდებოდა, მაგრამ არ შეგიძლიათ ამის სინთეზი, გაკეთება, შედარება. ამას როცა შეძლებთ, მაშინ რა თქვა, თქვენ უკვე გაქვთ ცოდნა. გამიგეთ რას გეუბნებით? ხო. ასევე თუნდაც ეზოთერიკოსებთან ნახეთ, მე მაგალითად არა, მე ვარ ორხელიანი ეზოთერიკოსი, ჩემნაირებს ქვია ორხელიანები რომ იცოდეთ. ხო, ამიტომ სხვათა შორის ძალიან ბევრს შურს მაგს და პრაქტიკოსებს ესეთი რაღაცეები. ხო, ორხელიანი ნიშნავს იმას, რომ აი თუნდაც ეკლესიურ რაღაცებსაც კი, ეკლესიაში შესვლა შემიძლია და ძალიან ბევრ ინფორმაციას გაწვდით და აი ამ სფეროშიც ძალიან ბევრ ინფორმაციას გაწვდით აქაც ვარ, ხო? იმიტომ რომ ორი ეგრეგორი ერთმანეთს ეჯახება და არ არის ეს ორხელიანი, მე მგონი მე სამხელიანიც ვარ, იმიტომ რომ აი ეს რუნებითაც მუშაობ რომ იცოდეთ, ხო? ამიტომ ეს უკვე ძალიან დიდი ის არის, რა ქვია, აი ეგრეგორია რა, ეგრეგორი. კარგი, ახლა არ გადავუხვევთ მაგეთ და ამიტომ ნახეთ, ვინც ესე არ ცხოვრობ და არ იცით რაღაცა, აი ზუსტად ამას უნდა დაუკვირდეთ, რატომ დაიწყო ეს არეული თუ რაღაც ცუდი პერიოდი თქვენს ცხოვრებაში, საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი? რატომ წამოვიდა? ყოველთვის ჯადო ხო არა, კაცო? ახლა ვისთანაც ზუსტად იცით მით უმეტეს და ანდაც რასაც საუბრობ, ეს არ არის, ესე იგი მაშინ არის თქვენთან სხვა ნეგატივი საგვარეულოს ან ჯადოს და რომელიც უნდა გამოიკვლიოთ, გააკეთოთ, დაინტერესდეთ რა ხდება. მართლა ეს არის, რასაც საუბრობ და თქვენგან სამყარო ძალები ითხოვს ცხოვრების წესის შეცვლას. თუ ეს არის უკვე ხელოვნურად გამოწვეული პრობლემა თქვენს ცხოვრებაში, ხო? ყოველ შემთხვევაში აქ ბურსავით რო გიყურებთ ვიღაც ამ ოჯახში, ეს ზუსტად ვიცი. და ეს არის რატომღაც ესეთი ადამიანი, რომელიც აპირებს დაბრუნებას თქვენთან. კარმული არის ეს, კარმული. რას ნიშნავს ეს კარმა? ეს არის ზუსტად დაფიქრდეთ ასევე რა გაქვთ დასამუშავებელი. რატომ ვერ მოიშორეთ თუნდაც ეს ნეგატიური ადამიანი? რატო დადიხართ ერთ წრეზე, მოდი ასე ვთქვათ, ახლა თქვენ გაღუნულებზე და ავადმყოფებზე არ მაქვს საუბარი, ხო? ავადმყოფი ადამიანი ფსიქოლოგიურად დაზიანებული რომ არ და გიჟი არის, იმაზე კურნალობის მეტი არაფერი არ უშველის იქ ახლა ჩადო და კარო ვერ მოაწესრიგებს მას საქმეს და ეს ჩემი რჩევები. მასთან სხვანაირი მოქცევა გინდათ. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა განსაზღვროთ. აქ არის დაბინძურებული კარმა. ეხლა რა ხდება? თუ თქვენ არ ხართ კაცო ამ ქრისტიანულ ეგრეგორში და ეს ეზოთერიკა, მაშინ უნდა გააკეთოთ ესეთი რაღაცები. დავუშვათ ეს მედიტაციები, კი ბატონო, ძალიან კარგი არის, მაგრამ ბევრს ესეც, მოდი ასე ვთქვათ, ეზარება და ცოტა რთულია, იმიტომ რომ მედიტაციის დროს აუცილებლად ეს იოგის პირველი დაწყებითი ფორმა მაინც უნდა იცოდეთ, ან უბრალოდ ხო, აი თუ შეიძლება ვინმეს დაჯდომა არ შეუძლია, მაშინ შეგიძლიათ უბრალოდ დაწვეთ და ამ დროს გაწმინდოთ თქვენი სხეული. ან უბრალოდ ეს არის ზუსტად ის მომენტი, ნახეთ,
იწყებთ სხვანაირ ცხოვრებას, რაში მდგომარეობს? ეს არის თავის დატვირთვა, გადატვირთვა თუნდაც. ხო? ოღონდ აქ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე დათმობილი დრო, რომელიც მაგისთვის ამცალიავ ახლა ვიღაცამ თქვა და გავიგონე. ესაც გულაო და სასერნო და მიდი კაცო ერთი გულავი და სერნის და ეკლესიების და იმგენის გარეშე რა ამოვა, მაგრამ რა ამოვა აქანი და პატრონი გაქვს მოთხნული რა, ეს ამოვა. მოკლედ ხო გინდოდათ რომ ეთქვა, თუ არ გაითვალისწინებთ ასე არის და რა გიყოთ ახლა? რა შეგიცვალოთ ახლა აქ? ამევიდა ასე და ეს კარმული პიროვნება ბრუნდება და რავი მე. რა უნდა? იცი თქვენს რაც უნდა, დავიშკივილი უნდა. აი, ნახოთ ახლა ჩვენ აქ ბოლო როგორ რა განვითარდება ამ ადამიანთან. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანთან უნდა დაასრულოთ. შეიძლება ეს იყოს მისი ბოლო გაფართხალება, ბოლო ის. ასეც იმიტომ რომ დიდი ხნის სურვილიც თითქოს გისრულდებათ. მე მგონია, რომ თუ დაბრუნება გინდათ ვინმესი ბრუნდება და ერთი ამბით და რა ვიცი ჩხუბი მოგიწევთ და მე ალბათ მე გეკნებათ სასიამოვნო ამბები, თუ არა და ვიღაცები აქ ასრულებთ ამ ადამიანთან ურთიერთობას, მაგრამ იგივე რომ არ განმეორდეს, ეს ყველაფერი ტყუილად არ მისაუბრია. კარგით, ნახოთ მაშინ ბოლო სიტყვას კიდევ რას გეტყვით აქ ეს არა ქვია. ბოლო სიტყვა ის არის, რომ აქ სრული ნაყოფიერება, წარმატება, სრული სიხარული, კი ბატონო და იმხელა თანხა შემოდის აქ ვიღაცას, ან შეიძლება საბუთს აკეთებთ თქვენ ისეც, რომელიც არ გაქვთ გეგმაში. ეს არის, ან დიდი თანხა შემოდის რაღაციდან, არ საიდან თუ რაღაციდან, რომელიც იდეაში და გეგმაში არ გქონდათ, ან აქ რაღაცა საბუთს აკეთებს, აქ ვიღაცა მანქანასაც ყიდულობს. კი, ასეც არის. ეს ხო მანქანა. კი, მანქანა. ეს კი, ვიღაცა ყიდულობთ აქ. მალე იქნება ეს არ არის დიდი ხნის თემა. ალბათ ამას რო დაიფრენთ ვიღაცა, როგორ არის იცი, ამის თვალი და ეს ბლოკი გშორდებათ და მე ახერხებთ ამ ყველაფერს. მე იცლება მომენტალურად ყველაფერი. ეს მოიშორეთ ხალხო. ეს სახლი გაწმინდეთ კიდე. იმიტომ რომ აი ძალიან ეს მოიშორეთ აუცილებლად და ეს გაითვალისწინეთ, მოისმინეთ კიდე გაშლები. დაასრულეთ. იმიტომ რომ მე იხსნება რაღაცა მომენტი, ამას მოშორდებით და ეგრევე გაბრწყინდება, აი როგორ არის, იცი და მზეს რო ღრუბელი ეფარება. აი თქვენს წარმატებას ასე ეფარება ეს ადამიანი. ღრუბელი რო გადავა ხო ძალიან გაანათებს და გამობრწყინდება, აი ესე გაბრწყინდებით თქვენც, ესე გბლოკავთ ეს ვიღაც არის. თვალით, ნეგატივით და ასე შემდეგ. რატო მოხდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში დაუკვირდით, გაანალიზეთ, რა დრო იყო, რას აკეთებდით, რას ფიქრობდით, ხო? ხანდახან არის ისეთი მომენტები, აი მშობელზე გაბრაზებული შვილები რომ არიან, გამთხოვდები წავალ და ასე ვიზამის. ან შეიძლება როგორ არის იცი, ოჯახის საქმე რო ემძიმება და იქნებ დაოჯახდეს და მე მთლად ვარესად ემაშვებიან, რა ქვია, ცუდად მიდით საქმე, ხო? არ არის გამართლებული ნაბიჯი. ესეთი რამე ხო არის ვინმესთან. არ არის გამორიცხული, ხო? იმიტომ რომ ასეთ დროს ხშირად არის, რომ ბავშვები, შვილები ისჯებიან, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ. გამიგეთ? შეიძლება ეს არის მიზეზი მთლად ბევრთან. შეიძლება იმ დროს თქვენს დედას, მამას ვიღაცას დახმარებან რაღაცა სჭირდებოდა, ხო? და თქვენ არ გეცალათ მაგისთვის და მე ეს ყველაფერი აი ასე გინდოდათ რაღაც გადაგეტანათ და პირიქით მოგივიდათ. არ არის გამორიცხული ვიღაცისთვის, ესეც არის ეს ინფორმაცია. ვიღაცებისთვის, ერთისთვის, არა, ბევრისთვის.
აქ რაც შეეხება აი ამას რომ მოიშორებთ ამ ნეგატივს, ამ ნეგატიურ ფარდას, თითქოს ჩამოფარებული არის ეს თქვენთან. ყველაფერი ბრწყინდება. მანქანის თემაზე როცა გადახვალთ ეს ყიდვა თუ გაყიდვა თუ რაცა იცოდე всё უკვე გამოსული ხართ ამ მეტან კარმული ცუდი პერიოდიდან თუ რაღაცა არ გამოგვით გაუთვალისწინებელი საბუთი იყო თუ რაც იყო იდეაში ან გეგმაში არ გაქვთ ან რაღაცა მოულოდნელი იყო შეიძლება აქ რომელიც სხვათა შორის ძალიან კარგი ძალიან დიდ სიხარულს მოგიტანს ძალიან გავწყინდებით დიდი სიხარული წარმატება სტაბილურობისკენ კარგი იმისკენ იცვლება შეიძლება აი ბოლო რაღაც ცუდი პერიოდი არის ახლა თქვენთან და ესეც ასე რომ ვთქვათ გადაივლის კი ხდება ხანდახან კი არა ხდება ადამიანებთან ესე შეიძლება წლის რომელიმე პერიოდი იყოს ჩავარდნილი ნეგატიური ხო განსაკუთრებით ზამთრის პერიოდი ბევრთან არის მოდი ასე რომ ვთქვათ მიძინებული იმიტომ რომ მაგ დროს მთლიანი ბუნება იძინებს ხალხნო აი ბუნებაც იძინებს ხო და არ არის გამორიცხული აი ყველასთან მთელი ენერგიები მოდი ასე რომ ვთქვათ მიძინებულია უფრო სუსტი არის ვიდრე ზაფხულში ახლა იწყება გაღვიძება ახლა მე ცოტა ადრედაც გამოვაცხადე ეს მაგრამ მაინც ასე არის ახლა არის ეს პერიოდი გამოღვიძების თუ რამე გინდათ გააკეთოთ რომ დავუშვათ აი შემოდგომაზე კარგი მოსავალი მიიღოთ ხო ნაწლის ბოლოსთვის აი ესეთი რაღაცა არის ზუსტად მე ყოველ შემთხვევაში ასე მაქვს დაპრაქტიკებული და სხვისი არ ვიცი ხო გისურვებ წარმატებებს იმედია გამოგადგებათ ეს ინფორმაცია და გემშვიდობებით დროებით